თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადს ადგილობრივი მოსახლეობა აფასებს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თეატრის რეაბილიტირებულ ექსტერიერზე მთავარმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მთავარმა სპეციალისტმაც ისაუბრა. აღნიშნულ პრობლემაზე დეტალურად მარია შუღაშვილი მოგითხრობთ. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც რეაბილიტირებული თელავი წინა ხელისუფლებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიბარა. თუმცა თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამახინჯებული იერსახე მოსახლეობის ერთ-ერთი დიდი ტკივილია. ძველი იყო, რაც იყო, კარგი იყო ძალიან. ეს რა არის, რა საგავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თეატრს აღარ ჰგავს და შენობების სილამაზე რკინის მილებმა გააუფერულა. თელაველები ფიქრობენ, რომ შენობების იერსახის დამახინჯება ქალაქში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს. ჩვენი თანაქალაქელები თეატრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას მოითხოვენ. ადრე უფრო კარგი იყო ვიდრე ახლა. აი რაღაცნაირ თითქოს აი ციხესავით არის რა. თელაველის პატივი, ეგეთი მაიმუნობა ჩაიდინა ამ თეატრზე. თეატრის შენობა აღარ აჩანს, ფაქტიურად დაფარულია შენობა. ეს ხო თეატრი აღარ არის, რო ჩამოდის ტურისტები კითხულობენ რა არის აქ. ხო უნდა იტყობოდეს ამ ფასადზე რაღაცა არის. ძველი ანტიკური სურათების არ მინახია ამის მსგავსი. ეს რა არის, რა გააკეთეს. არც ბაღია კარგი და არც ნანტიკვარი იყო გაუბედურებულია მხლარ. რეკონსტრუქცია ჩატარებული თელავის თეატრის ექსტერიერი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მთავარმა სპეციალისტმა შეაფასა. რევაზ ლეკიშვილის განცხადებით უახლოეს მომავალში არქიტექტორებთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის დეტალურად განხილვა იგეგმება. თუ როდის და როგორ მოგვარდება თეატრის ფასადის პრობლემა, აღნიშნულ სამსახურს ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია. ძველი იერსახე როდიდან დაუბრუნდება? მაგას ვერ გეტყვით. ანუ ეს არის თქვენზე დამოკიდებული თუ ჩემზე არ არის ეს. ვისზე არის დამოკიდებული ეს? ეს ჯერ ვერ გეტყვით, ვინ გააკეთა და ვინ დამკვეთი იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი და იმათ გააკეთეს ეს შესრულება ყველაფერი რამე. და როგორ და რანაირად მოხდება ეს, ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს. ცოტა ხნის წინ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქალაქის მოსახლეობას თეატრის ახალი იერსახის შერჩევაში მონაწილეობა შესთავაზა. ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგახსენებთ, რომ თელავის თეატრის ამჟამინდელი იერსახე თითოეული თელაველის ტკივილია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგმართავთ თხოვნით, რომ თუ რომელიმე თქვენგანს ექნება რაიმე სახის ინიციატივა ან მოსაზრება, თუ როგორ შევცვალოთ თელავის დამახინჯებული ფასადი, დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599-75-79-92 ან დაგვიტოვეთ შეტყობინება ჩვენი Facebook-ის გვერდზე. თქვენს მიერ მოწოდებული ყველა წინადადება იქნება განხილული და გათვალისწინებული. ახალი ამბების გადამღები ჯგუფი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაკავშირებას შეეცადა. მოგვიანებით ზურაბ ყურაშვილმა ჟურნალისტებთან პირადი საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თელავს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრებიან და აღნიშნული პრობლემა მათთან ერთად გადაწყდება. თუ რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევთ თელაველებს თეატრის დამახინჯებული იერსახის ყურება, დღეს ეს საკითხი კვლავ გაურკვეველია.